გამარჯობა. აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობასთან, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კერძოდ აქ იმყოფებიან ცხოველთმოყვარულები, მათ შორის უფლებადამცველები, რომლებიც ბოლო პერიოდში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და იმ სიტუაციას, რაც არსებობს ამ მხრივ ტურისტულ ქალაქში, კრიტიკულად აფასებენ. საქმე ეხება იმ გარემოებას, რომ მათი თქმით, აქ ვინც შეკრებილი არის, ამბობენ იმას, რომ ღამის საათებში ბათუმიდან, სხვადასხვა უბნებიდან ძაღლები მიჰყავს სპეციალურ სამსახურს და მათი კვალი უჩინარდება. საუბარი არის იმ ძაღლებზე, რომლებიც სხვადასხვა უბანში არიან უმეთვალყურეოდ დარჩენილები, თუმცა ზოგიერთი მათგანთან არიან, ანუ მიმკედლებლები არიან, რომლებიც ზრუნავენ ამ ცხოველებზე და სწორედ ამიტომ მათი უკმაყოფილება იწვევს იმას, რომ ეს ძაღლები მათივე თქმით წაყვანის შემდეგ უჩინარდებიან და სწორედ ამიტომ მოვიდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა პასუხი მიიღონ უკვე ოფიციალური პირებისგან, თუ რას უკავშირდება ძაღლების უმეთვალყურეოდ დატოვებული ძაღლების წაყვანა. მოგესალმებით, ქალბატონო გულო, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ გითხრათ დღევანდელი შეკრების მიზანი და რას მოითხოვთ და ვის მიმართავთ? ჩვენი მიზანია დღეს შეკრება, რა თქმა უნდა, ყველა ცხოველთმოყვარულია, მოითხოვთ ყველა ძაღლის უკან დაბრუნებას ლოკაციაზე. ჩემი ძაღლები წაიყვანეს ერთი კვირის წინ, 4 წაიყვანეს, 3 დამიბრუნეს, მხოლოდ ძალიან დიდი ძალის ხვევა დამჭირდა და აი კონფლიქტები, ჩხუბები და აი დამიბრუნეს, მხოლოდ ყურებზე ბირკები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ერთ სიცხე აქვს უკვე და მეოთხე ძაღლის საერთოდ არ დაუბრუნებიათ, შეცვლილი მომიყვანეს, ანუ პატარა დატოვეს და დიდი წაიყვანეს, შეცვლილია. რაც შეეხება მუხასატეში 35 ძაღლი მყავდა და მეტი. რა თქმა უნდა, პოლიცია მიცის რომ კვებავდი იქაც, დაბრუნებულია სულ სხვა. აბსოლუტურად ჩემი ძაღლი არც ერთი არ არის იქ. ამ დილით დავათვალე 2 საათი ვიყავი იქ, დაუძახე, დავასიგნალი მანქანით, არსად არ არიან, გაქრა ჩემი ძაღლები და მოყვანილი ყავს სულ სხვა უბნიდან მოყვანილი. რა მიზნით მიყავთ ქუჩებიდან ეს ძაღლები, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? როგორც ვიცი, საპილოტე პროგრამა არის ესეთი, რომ კარგია რომ აკეთებენ ოპერაციებს, გასაგებია მესმის სტერილიზაცია, კასტრაცია, ლეკვების შემცირების მიზნით, მაგრამ ამასაც აქვს თავისი წესები. ჩვენ ცხოველთა დამცველებმა ნამდვილად ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენთან ერთად იმუშაონ, გავატანთ ჩვენ ცხოველებს, მე დაგვიბრუნებონ უკან დათვლით, ვეთქვი რომ მას ოპერაცია გაკეთებული აქვს, ბირკა იმიტომ ადევს რომ გასტერილებულია, ჩვენი თანხებით ცხოველთა დამცველები ვუკეთებთ ძაღლის ოპერაციებს. გასაგებია მე მათიც მესმის, მაგრამ ჩვენიც გაიგოთ, ძალიან მწუხარ რომ ესე მოიქცა სურსათის სააგენტო თბილისის. გასაგებია, მადლობა ქალბატონო გულო. ქალბატონო ლია, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. დღევანდელი შეკრების მიზანი რა არის, ვის მიმართავთ და საუბარი იყო ახლა იმაზე, რომ უმეთვალყურეოდ ვინც არის ძაღლები, რომლებიც არიან მიმკედლებლებთან, უჩინარდებიან ბათუმის ქუჩებში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რას უკავშირებთ ამ პროცესს? ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ ქალაქიდან უკვე მერამდენე დღეა გვეკარგება მიკედლებული, მოვლილი, ვაქცინირებული ძაღლები, რომლებსაც ყავს ოფიციალური მიმკედლებლები, რომლებიც უკვე არიან ვაქცინირებული, ჩიპირებულები და ზოგს შეიძლება ჩიპიც არ ქონდეს, მაგრამ აღწერაზე არიან ბათუმის მუნიციპალურში. მუნიციპალურში ყველამ კარგად იცის, რომ ქალაქის ტერიტორიაზე თუ კი რამე ძაღლი არსებობს, აბსოლუტურად სულ ყველა არის სტერილური ან კასტრირებული. ყველაზე დიდი პრობლემა ისევ რაც შეგვექმნა ჩვენ ბათუმში ზუსტად არის ის, რაც რამდენიმე წლის უკან ჩვენი ბათუმის მერის ჩიქოვანის დავალებით ძაღლების გაყვანა მოხდა მაშინ ბათუმის ნაგავსაყრელზე. თუმცა ძალიან ბევრი ცხოველთმოყვარულის დახმარებით ჩვენ მაშინ ეს ძაღლები რაც კი შევძელით გამოვიყვანეთ ბათუმის ნაგავსაყრელიდან და მიხვდნენ რომ იგივე აღარ გავუვიდოდათ და ეხლა ამ ეტაპზე უკვე ღამით ჩუმად 3 საათზე, როდესაც ლეგალურია ძაღლის გაყვანა, როგორც ესენი ჩვენ გვეუბნებიან რომ მოსავლელად ვაქცინირებისთვის და მათი კეთილდღეობისთვის გადაყავთ ძაღლი, რატო უნდა იპარავდნენ ღამის 3 საათზე ძაღლს, ეს ვერ გავიგეთ ვერანაირად.
სხვანაირად. ისევ ცხოველთ მოყვარულები, ისევ ტურისტები, რომლებიც ზრუნავენ, ჩამოსული ტურისტები ამ ძაღლებზე, იმათი დახმარებით მივიღეთ ინფორმაციები, რომ ღამით იპარავენ ძაღლებს, რომლებიც გადაყავთ თითქოს მათი თქმით სტერილიზაცია, ვაქცინირება და კასტრაცია. ამ დროს ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ძაღლები უკვე ვაქცინირებულები, რომლებიც არიან და ისე ვაქცინას გაუკეთებენ, ეს მათთვის არის გენოციდი, ეს არის მათთვის სიკვდილი. იმიტომ რომ როდესაც ძაღლი ვაქცინირებულია სულ რაღაც ერთი კვირის უკან, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ისე ვაქცინირება, ეს მისი მკვლელობის ტოლფასია და გვიმტკიცებს სურსათის სააგენტო, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით კეთდება, ეს ყველაფერი ძაღლებისთვის კეთდება და ყველაზე მთავარი და ყველაზე პრობლემური რაც არის ჩვენთან არის სოფლები და რეგიონები. უნდა მოსულიყვნენ თუ რამე საპილოტო პროგრამა აქვს და ისევ ჩვენთან შეთანხმებით გაერკვიათ რომელი იყო ვაქცინირებული, ჩიპირებული, რომელი იყო უკვე გასტერილებული, იმიტომ რომ თავიდან ხო არ უნდა გაჭრა ძაღლი არაფრის გამო. ეს არის გენოციდი ხალხო ძაღლების და მე ვიცი რომ ბევრს აწუხებს ქუჩაში ძაღლი, მაგრამ თუ სწორი კანონი და სწორი თანმიმდევრობით მივხედავთ ამ პრობლემას, არც ქუჩას ეყოლება ძაღლი და არც ხალხი იქნება უკმაყოფილო. მადლობა ლია. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენც გითხარით, აი რა შეგიძლიათ თქვათ იმ ვითარებაზე, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არის ბათუმში. საუბარი არის იმაზე, რომ ძაღლებს იტაცებენ სპეციალური მანქანით, ისე რომ მიმკედლებლებს არ გააჩნიათ ამის შესახებ ინფორმაცია. რას უკავშირებთ თქვენ ამ პროცესს? მესალმების უყოლას, ყველა ცხოველთა მოყვაროს, ყველა ცხოველთა დამცველს, ნამდვილად მინდა რომ მთელი საქართველო მეხლა გაიღვიძოს ის რომ მოვიდა. მე პირდაპირ ვლაპარაკობ, რომ ეს როგორც მაგენი ლაპარაკობენ, რომ შექმნეს საპილოტო პროგრამა, ეს საპილოტო პროგრამა არ არის დახარისხებული არანაირი ფაქტებზე. გაყავთ ბათუმიდან აცრილი კასტრირებული ძაღლები, მიმკედლებლებს, რომელსაც ყველას აქვს ამ ძაღლებზე პასპორტები და მიუხედავად იმისა, რომ ღამის ამ 4 საათზე გაყავთ ჩუმად ეს ძაღლები და კითხვა მე დაუსვი, რომ რატომ ღამის ამ 4 საათზე გაყავთ ეს ძაღლები ჩუმად, ჩვენ დაგვიკავშირდით მიმკედლებლებს, მაგრამ არა აქვთ ბაზა შექმნილი, ვისია ეს ძაღლები, რომ ვინ არის მიმკედლებელი, რომელი უბანს აყავს მიმკედლებული. პასუხი, ტურისტი არ შეწუხდეს და მე გავეცი უკან პასუხი. ტურისტი არ შეწუხდეს, თუ ის რომ ტურისტმა არ გადაიღოს რა ხდება საქართველოში, რა გენოციდია ძაღლებზე მოწყობილი, აი ეს გაშინებთ მეთქი. ამის პასუხი ვერ მივიღე. ეს პირველი. მეორე, გადაყვანილი იქნა პირადად კორპუსის ჩემი ძაღლები, რომელსაც უვლის მთელი კორპუსი. და როცა ვიკითხე, ეს ძაღლები არის გადაყვანილი და მე თვითონ ჩამოვალ და გამოვიყვან ძაღლებს, მიმტკიცებენ, რომ ეს არ არის ბათუმის ძაღლები. მე უთხარი, მე ჩამოვიტან პასპორტებს, მე განახებთ, რომ ეს ძაღლები არის ჩვენი კორპუსის და მე პირადად ამ ძაღლებს წამოვიყვანა, არ გადასვათ ასათ ერთ ძაღლები. და პასუხის მიბრუნებენ 1 საათის შემდეგ, რომ ძაღლები უკვე გაიყვანეს ქობულეთში. და რატო ქობულეთში ბათუმელი ძაღლი? რატო ქობულეთში ბათუმელი ძაღლი, როცა ჩემი კორპუსის ძაღლია? მესამე კითხვა, რომელსაც უსვამ და ამცემენ პასუხს. ეს გადაყვანა უნდა იყოს აუცილებლად შეთანხმებული ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფართან. ძაღლს, რომელსაც 3 დღის წინ გაუკეთდა ვაქცინაცია, ხო? ცოფის ვაქცინაცია. გაყავთ ძაღლები, არა აქვთ არავითარი ხელშეკრულება ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფართან, არიციან ამ ძაღლს როდის გაუკეთდა ეს ვაქცინა და 3 დღის ძაღლი როცა ვაქცინირებულია და კიდე თქვენ მაგენი ვაქცინას დაარტყამენ ცოფისას, ძაღლი მოკვდება. ესე იგი რა გამოდის? ეს მიმართულია მიზნად, რომ ძაღლები დაიხოცოს. სადაც ვიღაცა მიმკედლებელი აკრინდება და დაინახავს მის ძაღლს იკივლებს და აბრუნებენ, ვისაც არ აყავს მიმკედლებელი, ესე იგი ის უნდა მოკვდეს. ეს არის მაგათი გეგმა. მეოთხე, ძალიან უხეში გადაყვანა, რომელზეც ვიცი, რომ აქვთ ყველანაირი აბსოლუტურად ლასოები, დამჭერები, წამლები, ნემსები და რომელსაც ვერ იჭერენ, ეკაჩებიან უხეშად. გვაქვს ამისი ფაქტი, რომ ძაღლს აქვს გადათხავებული კისერი, ვერ დაიჭირეს, გაეკცათ ეთყობა და მთლიანად დასისხლიანებული მოვიდა ძაღლი. ძალიან დასისხლიანებულია ძაღლი. აი, ამას ვითხოვთ. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ ძაღლებს გაუკეთდეს სტერილიზაცია, კასტრაცია, რომელსაც არ აქვს გაკეთებული, მაგრამ რომელსაც გაკეთებული აქვს ძაღლები. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ეს უნდა შეჩერდეს, ეს უნდა დაორგანიზდეს, ეს უნდა იყოს კანონით ყველა პუნქტი, აბსოლუტურად ყველა პუნქტი უნდა იყოს შეთანხმებული ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფართან და შემდეგ დაიწყონ. მადლობა, გასაგებია. მოგესალმებით, ქალბატონ თეონა, პირდაპირ ეთერში ვარ.
ვართ. Გვითხარით ამ პროცესს თქვენ რას უკავშირებთ? საუბარი არის იმაზე, რომ ძაღლებზე, რომლებსაც თქვენ წლებია უანგაროდ ზრუნავთ, ცხოველთმოყვარულები ქრებიან ბათუმის ქუჩებიდან. რა პროცესის წინაშე ხედავთ ჩვენ საზოგადოება, რას და თქვენი მოთხოვნა რა არის ზოგადად? მოგესალმები და მიერესალმები შენს მაყურებელს. სულხან, დიდი მადლობა რომ მოხვედით დღეს და დაგვიჭირეთ ხარი. ახლა ნახეთ, ჩვენ ცხოველთმოყვარულებს და დამცველებს რაც ყველაზე მეტად გვიხაროდა რომ კანონი შემოვიდოდა და რაღაცები შეიცვლებოდა, ფაქტიურად პირველი დარტყმა მოგვაყენეს ჩვენ. პროცესი რაც ახლა დაწყებული, ეს რომ თითქოს და ცხოველების გადაყვანა, სტერილიზაცია კასტრაციისთვის და თითქოს და რევაქცინაციისთვის თან ისეთი ცხოველები არიან გადაყვანილები, სულხან, რომლებსაც არ ჭირდებათ ეს. ანუ მიკედელებული ცხოველები არის უმრავლესობა, რომლებიც ბრავექტოთი დამუშავებული ცხოველებია, სულხან, გესმის ეს რას ნიშნავს? ანუ აბსოლუტურად გაუმჭირვალოდ მიმდინარეობს პროცესი, არ არის გამჭირვალე პროცესი. როდესაც დავრეკე ხან საათ, ხან აქაც ვიყავი მოსული მე-1 კვირის უკან და გიტყობე რომ პროცესი იყოს გამჭირვალე, რომელი უბნიდან მიყავთ, რა პროცედურები უტარდება და ნუ კიდებენ ხელს მიკედელებულ ცხოველებს. ან დაგვეკითხეთ, რომელია მიკედლებული ცხოველი, რომ შესაბამისად გქონდეთ თქვენს ინფორმაცია, ყველა რო არ წაიყვანოთ. ფაქტიურად ბიუჯეტის გაფლანგვაც მიდის აქ, ხო? აი, არამიზნობრივი ხარჯვაც მიდის. როგორ ახლა მე თუ მოვლილი ვყავს ცხოველი, იმას რაღაცო კიდევ ხელს და მიყავს, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენი არიცი და არც ვიცი გაინტერესებს. ანუ არავის არ ქონია ჩვენთან შეხვედრა. მიუხედავად იმისა, ყოველთვის ყველგან ვამბობდით, კი იცოდი შენს და კი ხვედავდი შენს, რომ ზაობა ქონდა ყოველთვის. რომ დაგვეკითხეთ, კითხეთ, როგორ შეიძლება რაღაც ამ პროცესში ჩართული ყოფილიყავით ჩვენ, როგორც ცხოველდამცველები, პატარა რჩევებსაც მივცემდით. მეორე საკითხი კიდე საშინელება არის ის, სულხან, რომ აქედან, აი, რევაქცინაციაზე, აქედან, ბათუმიდან, ქუთაისში რომ იყავთ ეს ცხოველები, კარგი, დაუშვათ აიბოლიტმა თქვა, უარი, იმიტომ რომ სევერი, ანუ ეგრეთ წოდებული კომპანია, ხო, კერძო, რომ ვერ გაუმკლავდება ამხელა ნაკადს, რა ამხელა ნაკადი უნდა იყოს, დაუშვათ კვირაში ერთხელ თუ 15 ცხოველი მივიდა რევაქცინაციაზე. კარგი, ბატონო, თქვა უარი. 12 კლინიკა აჭარაში, ბათუმში, უშუალოდ ბათუმში არის 12 კლინიკა. არც ერთი კლინიკა არ დაზარდებოდა და ხელშეკრულებას ყველა გააფორმებდა, რომ რევაქცინაციაზე მაინც ეს ცხოველები, ბათუმელი ცხოველები გადაიცრას არ. ხალხო, რამდენად წარმოგიდგენიათ ბათუმში ჩააჯინო, ჯერჩი სასტიკად სვამენ, როგორც მითხეს და არის ამის ფაქტებიც არსებობს. ჩასვან და ქუთაისში რევაქცინაციისთვის ჩაიყვანონ ცხოველი. რამხელა ფული ხარჯება, ხო წარმოგიდგენიათ თქვენ? ანუ აი ეს ხარჯვა ფულის არასწორია. რა თქმა უნდა არასწორია. ჩვენი მოთხოვნა პირველი არის ის, რომ სწორად თქვა დღეს ერთმა ქალბატონმა მარინა ბერსენაძემ, რომ თეატრის ბილეთები ისე გაიყიდა, ჯერ სპექტაკლი არ არის დადგმული. ზუსტად ეგ სიტუაცია. ანუ უმძიმესი იმით დაიწყეს, აბსოლუტურად დაუგეგმო. მე გუნდური იმასაც ვეღარ ვხედავ, რა ქვია, ვერ ვხედავ, ახლა გუნდური პრინციპით მუშაობდეს ეს სამი ორგანიზაცია. ანუ სურსათის ეროვნული სააგენტო, ისა რა ქვია, მუნიციპალურები და ალბათ მთავარი სურსათის თვითონ ცენტრალური თბილისიდან. მე ესე ვფიქრობ, შევთანხმებლად მოქმედებენ. რას უკავშირებთ თქვენ, როცა პროცესში ცხოველთმოყვარულები არიან იგნორირებული, ასე გამოდის, არაფერს გეკითხებიან იმ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ წლებია ზრუნავთ ამ ცხოველებზე. რას უკავშირებთ, რატომ გაიგნორებთ ის პასუხისმგებელი უწყებები, რომლებმაც ეს პროცესი დაიწყეს? ალბათ იმიტომ გაიგნორება, რომ ჩვენ მაძე მეტი ვიცი და მაძე მეტის გაკეთება შეგვიძლია ჩემო ძვირფასობას ხახსნამას არაფერი არა აქვს. ეხლა მე როგორც ახლა ამ წუთას ინჟინერი ვერ ვიქნები, ხო? და აი ვერ მივიღებ მონაწილეობას ვერანაირ დავუშვათ სამშენებლო რაღაცა იმაში. ალბათ ასე არიან, ეშინიათ ეთყობა ჩვენი, რომ ჩვენ მაძე მეტს მოვითხოვთ და ვიტყვით, რომ და გაკეთდეს, ვიზო დავუშვათ თვითონ ეს გახადეს თითქოს და შესაძლებელი. ანუ აბსოლუტურად უვიცების ბოდიში არასოდეს გამომიყენებია, უვიც და ბანდა ეთყობა დაჯდნენ, მოილაპარაკეთ, ასეკნათ, ისეკნათ, ასეკნათ, всё მეტი აქ ახსნა არა. ეს არ არის კონსტრუქციულად დაგეგმილი, გაწერილი, გამჭირვალე, ანუ არაფერი. უბრალოდ ითქვა და უნდა წავიყვანოთ. всё, მორჩა მეტი არაფერი. მადლობა თეონა. ვაგრძელებთ ჩვენს პირდაპირ ეთერს და შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობასთან ბათუმში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცხოველთა უფლებადამცველები აქ მოვიდნენ იმისთვის, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ბათუმში ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა უბნებში მიმკედლებლებთან ცხოვრობენ და არსებობენ, უჩინარდებიან იმ დასახლებებიდან, სადაც ისინი იმყოფებიან წლების განმავლობაში და საუბარი არის იმაზე, რომ სახელმწიფოს მიყავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მიზნით
თუმცა როგორც თავად აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ იმას, ეს პროცესი უფრო ძაღლების დახოცვას ემსახურება, ვიდრე მათ რეაბილიტაცია ვაქცინაციის პროცესს. მოდით გავაგრძელოთ ისე აქ შეკრებილი ადამიანების მოსაზრებების მოსმენა. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა ის პროცესი, რაც წამოიწყო ახლა სახელმწიფომ მიუსაფარი ცხოველების მიმართ, რა პროცესს ხედავს საზოგადოება, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც წლებია ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა რომ დაგვითმევთ დრო. მივესალმებით ჩემს პატრონელებს, ცხოველთ მოყვარულებსაც და მოძულეებსაც. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ მოხდა ფაქტი გუშინ ბენზეს ტერიტორიიდან, თამარის დასახლებიდან, ღამის 3 საათზე ძაღლების მალულად გაყვანა. მალულად რატომ აღვნიშნავ იმასაც, როდესაც ხდებოდა ძაღლების გადაყვანა, ყოველთვის ხდებოდა ეს შეთანხმებით, ეს იყო აიბოლიტი, სერვერი. აუცილებლად ხდებოდა ვიდეო მასალის გადაღება, თავისთავად მათი გადაყვანის და შემდეგ უკან დაბრუნების. ამ შემთხვევაში მოხდა ეს ღამის 3 საათზე, გამოგვაღვიძვა საშინელმა ყვირილმა ძაღლის, განწირულმა კივილმა. გავედით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთმა ჩემმა მეზობელმა ცხოველთმოყვარემ შეძლო ერთი ძაღლის უკან გამობრუნება, დანარჩენები სამწუხაროდ ვერ დავიბრუნეთ. ახსნა განმარტების გარეშე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდა ძაღლების ძალიან არაჰუმანურ პირობებში გადაყვანა და წაყვანა. მე მივესალმები კასტრაციას, სტერილიზაციას, ამას აღვნიშნავ, იმიტომ რომ იმ ცხოველთმოძულეებს, რომლებსაც არ უყვართ ცხოველები, არ შეექმნათ ილუზია, რომ ჩვენ ვფიქრობთ და ვზრუნავთ მხოლოდ ჩვენს კომფორტზე. მე მივესალმები სტერილიზაცია, კასტრაციას, პირველი ვარ ბენზეში და ჩემს გვერდზე კიდე უამრავი მეგობარი, ვინც ურეკავდა სერვერს, აიბოლიც და ჩვენივე დახმარებით და რესურსებითაც გადაყავდათ ცხოველები. შემდეგ აბრუნებდნენ გასტერილებულს, კასტრაცია გაკეთებულს. ჩვენი ხარჯებით ვყიდულობთ მართვის ბრალვექტოს, რომელიც იცით, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნება. არასდროს არ მიგვიმართავს არც ერთი სხვა ისეთი ორგანოსთვის, რომელიც დააფინანსებდა მსგავს პროცედურებს. ამიტომ მაქსიმალურად ყველანაირად ვცდილობდით იმას და ვცდილობთ ახლაც, რომ ძაღლი, რომელიც არის მიკედლებული, არის ეზოში, იყოს ნაკლებად აგრესიული, გამოკვებილი, აცრილი, იმიტომ რომ ბავშვები თამაშობენ, ვითვალისწინებთ ამასაც. მაგრამ გუშინდელი ფაქტი, არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, ამას ქვია, რა ვიცი, ღამე მოსვლა, გურდობა, ძაღლების ყოველგვარი მონიტორინგის გარეშე გადაყვანა. მთელი ღამე ვრეკავდი პოლიციაში, პოლიციამ გადამამისამართა სურსათის სააგენტოში, სურსათის სააგენტომ მომცა თბილისის ნომერი. არც ერთ პასუხი არ მოუწია ნორმალურად, რომ მე გამერკვია, სად მოხდა ცხოველების გადაყვანა და ამ ყველაფერთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ ეს ცხოველები არიან უკვე სტერილური, უკვე კასტრირებული, უკვე დამუშავებული ჭიაზე, უკვე აცრილები და რატო არ ხდება ეს ყველაფერი შეთანხმებით, რომ ჩვენც ვითანამშრომლოთ და დავეხმაროთ, პირიქით მივუთითოთ, რომ აი ეს ძაღლია გადასაყვანი და ეს პირიქით დამუშავებული და ყველანაირად ჯანმრთელი და ჯანსაღი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა ჯანმრთელი ძაღლი დაბრუნდეს ადგილზე. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, გავაგრძელოთ ისევ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენ იმ პროცესზე, რაც წამოიწყო სახელმწიფომ, იმ მოტივით, რომ თითქოს ძაღლებზე ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, თუმცა თქვენ საპირისპიროს ფიქრობთ, თქვენ რა ახსნა გაქვთ იმაში, რაც ხდება ბათუმის ქუჩებში? გამარჯობათ. მე ვფიქრობ, რომ ახლა გუშინდელი ფაქტი, რაც მოხდა აი 2 საათზე, ეს არის არასწორია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ძაღლები არის მიკედლებული. ვაჭმევთ, დავდივართ, ეს ჩემ მეუღლეს ერთად დავდივართ ჩვენ, ვაჭმევთ და ეს ძაღლები მიკედლებულები არიან. არ აქვენ უფლება რომ წაიყვანონ ეს ძაღლები, იმიტომ რომ სტერილური ძაღლი არ უნდა წაიყვანონ. ხო და გუშინ 2 საათის შემდეგ არ გვიძინია, ჩამოვედით, ვეძებდით ძაღლებს ქუჩაში და ხალხი გაქრა.
ხო და ერთადერთი ახლა აქ შეკრების მიზანი არის ის, რომ ის ზაღლები უნდა დაბრუნდეს ისე უკან ბათუმში. აუცილებლად და ყველა ერთად უნდა ავდგეთ ბეგზე. და კეთილი, მადლობა. დიახ, ასეთი არის მოსაზრებები, რაც არის საპროტესტო აქციაზე. დიახ, თქვენს მოგისმენთ, პირდაპირ ეთერში ვართ უკაცრავად, გითხარით, აბა, რას უკავშირებთ თქვენ იმ პროცესს, რაც ხდება, საუბრობთ, რომ არაჰუმანურად ექცევიან ძაღლებს. აგერ გაჩვენებთ ფაქტებს, რომ არაჰუმანურად ექცევიან მიუსაფრებს და ის რაც ჩვენი თვალთახედვის არეალს შორს არის, იმას ვერ ვხედავთ, რომელსაც ვერ ვხედავთ. აი აგერ გაჩვენებთ მე ფაქტებს 2 თვის პატარა ლეკვები, რომლებიც გაასტერილა ერთ-ერთმა მუნიციპალურმა თავშესაფარმა და დაყარა ქუჩებში და ეს 6 ლეკვი გადავარჩინეთ კლინიკის დახმარებით. აი აგერ ფაქტებს ახლა დაგიდებთ. დიახ, თქვენ რას უკავშირებთ ამ პროცესს, თქვენი აზრით, სახელმწიფომ რატომ წამოიწყო ეს პროცესი ახლა? კი, კადრში ჩანს ის, რომ ძაღლები არის ლეკვები დაყრილი ღია ცის ქვეშ. დიახ. აი ინგალაცია რა აი ნახეთ ეხლა გაჩვენებთ ასევე როგორი ის ნაოპერაციები ყოს აი ნახეთ დიახ. აი ეს ლეკვები გასაგებია, კი, სასტიკი მეთოდებით მოქცევა ცხოველებზე. დიახ. დამებრუნეს შემით სულით. ნახე ყურები ნახე რა დღეში აქვს დაჩირქებული, რაც დაბრუნეს ყველასაც ესეთი ვირკები, აი ცუდად გაკეთებული, უკუმა გაკეთებული, არასწორად გაკეთებული და ჩირქები მოდის, აი ჩემი დაბრუნებული ცუგები. 6 ლეკვი აი ნახეთ ფაქტები ასეთი ფაქტები არაერთი ფაქტი არის მით უმეტეს რომ მე თავშესაფარი მაქვს და იმ თავშესაფარში ყოველთვის ასე ქუჩიდან ხიკავთ ლეკვებს ასეთებს და შემყავს თავშესაფარში მაგრამ ყურადღება 0 არანაირი გამოსწორება არ არის უფრო მეტი და მეტი უარესია კეთილი, მადლობა. აი ასეთი არის ცხოველთა მოყვარულების მოსაზრებები და პოზიციები. თქვენ კადრში ხედავთ, რომ ამ წუთებში აქ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გამოფინეს ბანერები, რომლებზეც დასახიჩრებული ცხოველების ფოტოები არის ასახული და ამ ფორმით ისინი პროტესტს გამოხატავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რომელსაც თავის მხრივ ცხოველთა მოყვარულები მიმართავენ, რომ შეჩერდეს ეს პროცესი და ეს პროცესი არის იმგვარი, რომ ცხოველებს გვიან ღამით იტაცებენ ბათუმის ქუჩებში, როგორც აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ და მიყავთ სხვა მუნიციპალიტეტში კასტრაციისა და სტერილიზაციის მიზნით. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით, აბა რა არის თქვენი სათქმელი და ვის მიმართავთ? ანუ ალბათ აქ ბევრი საუბრეს უკვე თუ რამდენად არაჰუმანური გზებით ხდება შუაღამეს ესე რომ ფაშისტურად ძაღლების გაყვანა და ამას აღარ შევეხები. უბრალოდ მე როგორც მიმკედლებელს მაინტერესებს, როცა ამ გზით ხდება ღამის 3 საათზე ძაღლების გაყვანა. ეს ორი ძაღლი თუ შეიგიძლია სულხარ ვაჩვენო. არის დაძმა, რომელიც ოფიციალურად ბათუმის მუნიციპალური მაშინ ყავს მიკედლებული, მასზე უზრუნავ ყველანაირად სამედიცინო დახმარება იქნება კერძო კლინიკებში, მოკლედ ერთი სიტყვით, რაც სჭირდებათ, მასზე უზრუნავ. და ეხლა კითხვა მაქვს, ვინც ეს მოიფიქრა ყველაფერი, ღამის 3 საათზე რომ შემოვლენ, ანუ მე ხომ მათთან ღამეს არ ვჩები, არა, მივდივარ რაღაც პერიოდი სამსახურის შემდეგ და ძაღლები რჩებიან თავისუფალ სივრცეში. ანუ განურჩევლად იმისა, რომ მიყავთ ყველა, ანუ როგორ უნდა დაიცვან ჩემი უფლება, როგორც მიმკედლებლის როცა სრულიად მოწესრიგებული ძაღლი, აი ეს ძაღლი თუ შეგიძლიათ აჩვენოთ გადატყაული კისერით, რამოდენიმე დღის უკან სრულიად ლასოსით ნათრევი პატარა ტანისა და ალბათ გამოექცა. ნათრევი ძაღლი ეხლა გადის 7 დღე უკვე კლინიკაში მკურნალობას და ანუ ანტიბიოტიკურ მკურნალობას. როგორც მიმკედლებლის უფლებები, როგორ არის ამ კანონპროექტით დაცული, ეს მაინტერესებს. როცა ღამის 3 საათზე ფაშისტური გზებით გაყავთ ძაღლები ისე რომ არ აქვთ არანაირი კომუნიკაცია ბათუმის თავშესაფართან, თუ მაგალითად რომელ ლოკაციებზე არის ძაღლები გაუსტერილებელი, მიყავთ განურჩეულ გუშინდელ 30 წაყვანილ ძაღლში ბენზეში ოფიციალურად დადასტურებულია, რომ 12 ჰქონდა მათგანს ბირკა. ანუ ისინი იყვნენ შესაძლოა ზოგი იყო 1 კვირის
გასტერილებული, ზოგი იყო 3 დღის აცრილი. ეს ძაღლი არის მაგალითად რამოდენიმე თვის გაკასტრირებული, არის 1 კვირის აცრილი. ანუ როგორც მიმკედლებლის უფლება, როგორ არის ამ შემთხვევაში დაცული და რა აზრი აქვს, რომ ამხელა რესურსს, ენერგიას, ფინანსებს, ღამეებს და ღამეებს ვათანებთ. ეხლა ამ წუთას ეს არის ჩემი მეგობარი გერმანიიდან და მე-5 დღეა ვმალავთ ორივე დაძმას კორპუსის ბინაში, სანამ ეს ქალბატონი გერმანიაში გაფრინდება, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულ აბლოუში არ მოყვეს. და თქვენ რას უკავშირებთ სახელმწიფოს მხრიდან ამ ღონისძიებებს, რასაც ატარებს ის? აქ ითქვა ის, რომ ღამით და თქვენც აღნიშნეთ ისიც, რომ ღამით მიყავთ უკვე გაუფრთხილებლად, არაჰუმანური მეთოდებით. რა პროცესი არის ეს თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება, თქვენ რა ახსნა გაქვთ? ნუ, აქ ბევრი ახსნა ალბათ არ არის, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, რაც დღისით ხდება, ის არაფერი არ არის დამალული, რაც ღამით ხდება, ყველაფრის მიზანი არის რაღაც დაიმალოს. ჩემის აზრით, მით უმეტეს როცა დავრეკეთ ქუთაისის დირექტორთან, ასევე სასურსათოში, მოითხოვეთ არის თუ არა მაგალითად ვიდეო, ფოტო და ყველა გვეუბნება ვისთანაც დავრეკეთ, რომ ჩვენი ვალდებულება არ არის ფოტო გადავიღოთ, ვიდეო გადავიღოთ. ანუ მაშინ რას ემსახურება? ეხლა ყველა ვხვდებით ჩვენ რეალურად 30 ძაღლია გადაყვანილი 50 თუ მაგალითად სიტყვაზე აიბოლიტის შემთხვევაში ზუსტად იცოდნენ რა ლოკაციებზე იყო ძაღლი მიკედლებული, ჩვენთან თანამშრომლობდნენ, მაგალითად ზუსტად იცოდნენ რომელი ჩემი ძაღლები იყო მიკედლებული. ამ შემთხვევაში საერთოდ აბსოლუტურად უცხო ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვს ბათუმის ცხოველთა მოყვარულებზე, არანაირი ლოკაციების მიხედვით, სად არის მიკედლებული ძაღლები, განურჩევლად ყველა მიყავთ. და ასაგებია. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. დიახ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობასთან, სადაც მიმდინარეობს ცხოველთ მოყვარულების საპროტესტო აქცია და მათი პროტესტი იწვევს ის გარემოება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმის ქუჩებიდან მიყავთ ცხოველები კასტრაციას, სტერილიზაციის მიზნით, თუმცა როგორც ცხოველთ მოყვარულები ამბობენ, ეს პროცესი არის საკმაოდ არაჰუმანური, რის გამოც ისინი გამოთქვამენ პრეტენზიასა და პროტესტს და სწორედ ამიტომ მოვიდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა პასუხები მოითხოვონ უკვე აღნიშნული უწყებისგან და მე როგორც მანიშნეს, სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს განმარტებას და ჩვენ ცხადია მოვისმენთ უკვე უწყების წარმომადგენლის მხრიდან მოსაზრებას და შევეცდები, რომ ეს ყველაფერი გიჩვენოთ პირდაპირ ეთერში. უკაცრავად თამარ პირდაპირ ეთერში ვართ, ამიტომ პირდაპირ გითხავთ, ხო, დავიწყოთ მაშინ ჩაწერები, სხვა მედიებიც იმყოფებიან აქ. დიახ, თამარ, თქვენ უსმენდით გარეთ ცხოველთა მოყვარულებს, მათ შორის ნაწილსაც თქვენ უმასპინძლეთ, მათ კითხვებსაც უსმენდით, მოინიშნეთ. რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ, რამდენად საფუძვლიანი მოთხოვნები აქვთ მათ და რას აპირებთ თქვენ? მინდა გაგცეთ პასუხი, რომ ეს განკარგულება, საქართველოს მთავრობის განკარგულება, ეს არის 2025 წლის 26 ივნისის, არის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური, ასე ვთქვათ, პროგრამა, საპილოტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი, აი სიტყვასიტყვით მინდა წაგიკითხოთ, ცოფის პრევენციის, ხელშეწყობის მიზნით დამტკიცდეს სტანდარტული უპატრონო მიკედლებული ცხოველების, მათ შორის ძაღლი, კატა პოპულაციის მართვის საპილოტო პროგრამა. ამასთან დაკავშირებით ეხლა არის შექმნილი სპეციალური კომისია, ამას აქვს თავისი საბიუჯეტო დაფინანსება და ასე შემდეგ და ამ პროგრამის საფუძველზე, ესე იგი უზრუნველყოფილია, რომ უპატრონო მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტო პროგრამის შესაბამისი პროგრამული კოდით დამატება მოხდეს, რომელსაც ასევე საკმაო რაოდენობით დაფინანსება ბიუჯეტისგან და მინდა გითხრათ აქვე რა არის პროგრამის მიზანი. პროგრამის ძირითადი მიზანია შემცირდეს შინაურ ბინადარ ცხოველებში ცოფის დაავადების გამოვლინება, დაცული იქნეს შინაური ბინადარი ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობა ცოფის ჰიდროფობიის გამოვლინებისაგან, აგრეთვე დაცული იქნენ სასურსათო დანიშნულების ცხოველები ცოფით დაავადებული უპატრონო მიკედლებული ცხოველების თავდასხმისაგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ზარალი, ასევე თავიდან იქნეს აცილებული საერთაშორისო ვაჭრობით დროს ექსპორტით ცხოველებში ცოფის დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები. ეხლა ვინ ახორციელებს პროგრამას, ალბათ იცით, რომ პროგრამას ახორციელებს საქართველოს გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის ეროვნული სააგენტო, თქვენ იმყოფებით ეხლა აჭარის რეგიონის ოფისში.
სოფლებში და აქ არის ჩართული ესე იგი გურჯაანი, ქუთაისი და ბათუმის მუნიციპალიტეტები. ეხლა პროგრამის ბიუჯეტი თამარ ბოდიში რომ უკვე სტერილიზებული ძაღლები მათ შორის კასტრირებული გეტყვით რა ითვალისწინებს პროგრამა. მუხლი მეოთხე პროგრამის პირობები. პროგრამა ითვალისწინებს სააგენტოს მიერ კახეთის, იმერეთის და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საორიენტაციოდ ჯამურად 9000 უპატრონო მიკედლებული ცხოველის დაჭერას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანას. სააგენტოს მიერ თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების თავშესაფრის მიერ იდენტიფიკაციას, რეგისტრაციას, კასტრაციას, სტერილიზაციას, საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ღონისძიებებს. ეს არის პროგრამის მიზანი. და მაშინ რა იწვევს ამ პროტესტს? თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ მასშტაბური არის ეს პროტესტი აჭარაში, როგორც სოციალურ ქსელებში იწერება ამ დღეების განმავლობაში, უკვე ვნახეთ აქციის სახით უკვე მოვიდნენ თქვენთან და ამბობენ, რომ მათ შორის არაჰუმანური წესით ხდება ეს პროცესი, ძაღლები მიყავთ რაღაცა არაჰუმანური გზით. რა შეგიძლიათ ამაზე უპასუხოთ? არა, ვერ დავეთანხმები, რომ ეს ძაღლები მიყავთ არაჰუმანური გზით. ჩვეულებრივად ხდება ძაღლების დაჭერა, ხდება ასევე ღამის საათებში, იმიტომ რომ დღისიდან საცობები გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ტურისტი, ჩვენი მოსახლეობა, ბავშვები და ასე შემდეგ, რომ ნაკლებად სტრესულ გარემოში აღმოჩნდნენ, ხა ძალიან რთულია, როდესაც ქალაქში მაცხოვრებლები უყურებენ, როგორ ხდება ძაღლების დაჭერა. ეს ერთი. მეორე არის მაღალი ტემპერატურა, ხო? ისეთ პერიოდში ვართ განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის პირობებში, გადაყვანისას, მათ შორის შექმნილი საცობები გზებზე შეიძლება არაკომფორტული გარემო აღმოჩნდეს ძაღლებისთვის, თუმცა ისინი გადადიან სპეციალური მანქანებით, სადაც არის გაგრილების სავენტილაციო სისტემა ჩართული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღამის საათებში ეს უფრო მშვიდ გარემოში ხდება, საცობებიც ნაკლები არის და სწრაფადაც ხდება ამ ძაღლების გადაადგილება. ამიტომ არის შერჩეული ეს პერიოდი. ისევ ცხოველთა კეთილსაიმედოობის თვალსაზრისით და ისევ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს პირველ რიგში დაცული. იქ არის სპეციალური ესე იგი დაწესებულება, სადაც ვეტერინარი ექიმები მუშაობენ. ცოფის ვაქცინაცია იცით, რომ წელიწადში ერთხელ ხდება. გადამოწოდება თუ ეს ძაღლები არის ცოფით ვაქცინირებული, რა თქმა უნდა, არ ჩაუტარდება ხელმეორედ ვაქცინაცია, მაგრამ თუ არ აქვს ჩატარებული, ჩაუტარდებათ ვაქცინაცია, ასევე მოხდება მათი კასტრაცია, სტერილიზაცია და საყურე ნიშნის გაკეთება, ეგრეთ წოდებული იდენტიფიკაცია. აღირიცხება ეს ცხოველები და ისევ უბნებლად უბრუნდება იმ ლოკაციას, საიდანაც იქნა გაყვანილი. ეს ზუსტად ამაზეც აქვს პრეტენზია, რომ ის ძაღლები იმავე ადგილას არ ბრუნდება და დაჭერის დროს მაგალითად ფოტო-ვიდეო გადაღება არ ხდება, დოკუმენტირება, ასე ვთქვათ, რაც ყველა ქმედება აბსოლუტურად კეთდება სურსათ ეროვნულ სააგენტოს ცენტრალურ ოფისში და ისინი შეთანხმებული არიან ცხოველთა დამცველებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს, ყოველდღიური შეხვედრები აქვს, ასე რომ ყველაფერი არის შეთანხმებული და ერთმანეთთან ძალიან კარგად გარკვეული. თქვენ ახსენეთ, რომ თანამშრომლობთ, თუმცა საპირისპიროს ამბობენ მაგალითად აქციის მონაწილეები გარეთ. მაგალითად აჭარის შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, ვისთან თანამშრომლობთ, რომელ ცხოველთ მოყვარულთან ან ორგანიზაციასთან, ვის რეკომენდაციებსაც ითვალისწინებთ? სურსათის ეროვნულ სააგენტოში ცენტრალურ ოფისში ხდება ეს კავშირები და კონტაქტები. ეხლა ჩვენ უშუალოდ არა ვართ ამ პროცესში ჩართული, ჩვენი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენი სპეციალისტები დაჭერას ახორციელებენ, უსაფრთხოდ გადაადგილებას და დროულად ჩაყვანას თავშესაფრებში და ასევე დროულად დაბრუნებას. მათ აქვს პრეტენზია იმ შესახებ, რომ ადგილობრივ დონეზე არავისთან თანამშრომლობს. მაგალითისთვის გეტყვით იმას, რომ ვინც 10 წელი ძაღლს მიუსაფარ ძაღლზე ზრუნავს, მას აზრს არ ეკითხებიან და ეს პროცესი მისგან დამოუკიდებლად ხდება. ეს რამდენად სწორია? არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცენტრალურ ოფისში არის ძალიან მჭიდრო კავშირი და ჩართულობა და შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ. კეთილი, მადლობა. თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენთ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თამარ ბერძენიშვილის მოსაზრებას და ის ერთის მხრივ პასუხობდა აქციის მონაწილეებს, რომლებიც ამ წუთებშიც კი იმყოფებიან გარე პერიმეტრზე და მართავენ საპროტესტო აქციას. თუმცა ყველა კითხვა, რაც კი გააჩნიათ აქ აქციის მონაწილეებს, ამბობს ის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომ ყველა მოთხოვნა არის გათვალისწინებული ჰუმანური გზით. მოგესალმებით, ქალბატონ თეონა, კიდევ ერთხელ ახლა დავბრუნდით უკვე სურსათის ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენელს პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს, მათ შორის თქვენს მიერ გახმოვანებულ კითხვებსაც ნაწილობრივ უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მიმართულია ძაღლების მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობისკენ, მათ შორის აღნიშნეს ისიც, რომ ჩვენ თანამშრომლობთო მესამე სექტორთან, თუმცა ადგილობრივ დონეზე ვისთან თანამშრომლობენ ვერ გვითხრეს, რომ ცენტრალიზირებულად ხდება ეს პროცესი. რა შეგიძლიათ თქვენ უპასუხოთ? მე შემიძლია გადავცე ერთი რაღაც, რომ აშკარად ახლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გუნდურობა აკლია ამ სამ ორგანიზაციას. არანაირი შეთანხმებულად მოქმედება ეს არ არის, არანაირად ორგანიზებული და დაგეგმილი მოქმედება და დაწყებული ეს პროექტი არ არის. აი, სწორად თქო მარინა ბერსენაძემ კიდე გავიმეორებ. ბილეთები ისე არის გაყიდული სპექტაკლის, რომ ჯერ სპექტაკლი დადგმული არაა. მივხვდით, აი ზუსტად აი ამას ვხედავ მეამწოდას და ადგილობრივ მოსახლეობასთან, ცხოველთ მოყვარულებთან და დამცველებთან უნდა ქონოდათ კომუნიკაცია. ორი დღით ადრე ჩამოვიდა ცენტრალური ოფისიდან, როგორც გავიგე, სურსათის ეროვნული სააგენტო და ორ დღეში რომ მოუნდათ აქ გადაწყვეტა, რომ სად გასტარილებულიყვნენ თუ რევაქცინირებული იყვნენ ეს ცხოველები, ორ დღეში ამ საქმის მოგვარება იქნებოდა შეუძლებელი არ იცოდნენ. რა თქმა უნდა იცოდნენ. მაშინ უნდა ქონოდათ გეგმა B, ესე ვთქვათ, რომ თუ კი ვთქვათ ადგილობრივი ტენდერში გამარჯვებული ეტყოდა უარს და ვერ გაუმკლავდებოდა იმ ცხოველების რაოდენობას დაუშვათ, რასაც ეს ეროვნული სააგენტო, სურსათის სააგენტო ეუბნებოდა, მაშინ გადასული იყვნენ და შემდეგ ეკმაზე და უკვე უნდა დაეწყოთ მოკვლევა კლინიკებთან, რომ სულხან რამდენად წარმოგიდგენია ბათუმში მყოფი ცხოველების რევაქცინაცია, ხო ვიცით რა, ცობზე გადაცრა ქუთაისში, მაგრამ ვამოწმებთ და ამ მიზნით მიგვყავს, რომ რა ეტაპზეა მისი ჯანმრთელობა. ნახე როგორ ამოწმებე, როდესაც უკვე ჩვენ მიკედლებული ცხოველები გვყავს რევაქცინაცირებული. ჩვენ რევაქცინაცია გავუკეთეთ. ბრავექტო რაღერ სულხან 100 ლარი. ჩვენს მიკედლებულ ქუჩის ცხოველს ჩვენ სახელმწიფოს ვეხმარებით. და ისიც არ ჩავთვალეს უბრალოდ რომ ეკითხათ, რომ აი რომელ უბანში არის თქვა ისეთი სავალალო მდგომარეობა, სად საჭიროებს დაუშვათ დახმარებას, რევაქცინაციას თუ სტერილიზაცია, კასტრაციას, რომ დაახტნენ და წაიყვანეს ეს დაბირკული უკვე ცხოველები. რომლებიც ჩვენ ყავს გადაწრილი ჩვენივე თანხით, სულხან, ჩვენ არ მოგვიმართავს არც სურსათისთვის და არავისთვის. ჩვენ ვიწერთ ამ ვაქცინებს და ჩემი ხელით ვაკეთებ, სულხან აწრებს. კეთილი, მადლობა თეონა ხურშუბაძეს უსმენდით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია იმართება სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობასთან, სადაც ცხოველთა მოყვარეულები გამოხატავენ უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ დაიწყო ცხოველების გაუფრთხილებლად ღამით წაყვანა ბათუმის უბნებიდან და ეს პროცესი მიმდინარეობს არახუმანური გზებით, რის გამოც ისინი გამოხატავენ პროტესტს. გავაგრძელოთ კვლავ ისევ მოსმენა აქ ცხოველთა მოგესალმებით, შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ვართ, გვითხრათ მოთხოვნა რა არის თქვენი, აი ხლა ვესაუბრეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობას და გვარწმუნებენ იმაში, რომ ეს პროცესი არის საკმაოდ ჰუმანური, საჭირო მათ შორის იმისთვის, რომ მიუსაფრების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი რამდენად არის სარწმუნო? მე როგორ ფიქრობ, მე როგორც ლანა შეშიაშვილი ცხოველთა დამცველი, მოგესალმებით ტელევიზია მეგობრებო, ლაივია ჩართული პარალელურად თქვენ. ხო, მე როგორ ფიქრობ, აბსოლუტურად არ ვეთანხმები, ეს არის უკვე პროგრამულად გეგმიურად არის შემუშავებული ხოცვა მიუსაფრების თლიანად საქართველოს მასშტაბით. თვითონ აი ტექნიკურად არის უკვე გეგმიურად შემუშავებული. მათი განადგურება არის გეგმიურად განაცვალეთ ეს რა ქვია შემუშავებული. კი ბატონო, მადლობა. ლია, კიდევ ერთხელ უნდა გკითხოთ აზრი, ახლახანს ვესაუბრებოდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლობას, რომელმაც განმარტა თავის მხრივ, რომ ეს პროცესი არის საკმაოდ ჰუმანური, საჭირო მიუსაფარი ცხოველებისთვის და მათ შორის ახსენეს ისიც, რომ პროცესში ჩართულია მესამე სექტორი, ოღონდ ცენტრალიზირებულად საუბარი არის თბილისზე. რა სიტყვით თქვენ ამის საპასუხოდ, ეს რამდენად სარწმუნო არის თქვენთვის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია ზრუნავთ მიუსაფარ ცხოველებზე?
მინდა გითხრათ ერთი რამ, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ეს არის ყველაზე კარგი ანდაზა, რაც მიესადაგება დღევანდელ მდგომარეობას. ანუ ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ამ ყველაფერში ჩართულია ის ადამიანები, ვისაც უყვარს ცხოველი, რომ ეს არის ჰუმანური გადაწყვეტილება, რომ ეს არის ზუსტად ის, რომ მათთვის და მათი კეთილდღეობისთვის კეთდება, როგორ შეიძლება ეს კეთდებოდეს მათი უკეთესობისკენ, როდესაც ძაღლი, რომელიც აცრილია და ისევ გაუკეთდება ვაქცინა, მას მოკლავს. ძაღლი, რომელიც სტერილურია, მას არ ჭირდება თავიდან სტერილიზაცია. ამოწმებთო, ამიტომ არის ეს პროცესი, ასე გვითხრეს. კი, ანუ თავს იმართლებენ იმით, რომ ეს არის გადამოწმება. რატო უნდა ამოწმებდე ძაღლს, როდესაც არსებობს ის ადამიანები, რომლებიც არიან მათი ოფიციალური მიმკედლებლები. ანუ ადამიანები, რომლებმაც იციან ამ ძაღლს, როდის ჩაუტარდა ვაქცინირება, როდის გაუკეთდა სტერილიზაცია, კასტრაცია. ეს არის ჩვეულებრივი ფულის გათეთრება და კიდევ ერთი კორუფციული სქემა, იმიტომ რომ იყიდონ ახალი მანქანები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები მომავალი არჩევნებისთვის და ეს ხალხი იყოს თავიანთი ხმა სამომავლოდ. ეს არის ტყუილი პირდაპირ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ცხოველებისთვის, ეს ყველაფერი კეთდება ისევ მათ საკეთილდღეოდ და ჩვენი ხარჯები, ჩვენი გაწეული ხარჯები, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ვიღებთ ადამიანები და ვაკლებთ საკუთარ ოჯახებს, იყრება მართლაც წყალში და ისინი სახელმწიფო ხარჯებიდან ხარჯავენ ისევ ჩვენ დანაზოგს, ჩვენს გადახდილ 20%-ს და ყველაფერს ისევ ზიანს აყენებენ სახელმწიფო ფინანსებს, რომლებიც ისევ ჩვენია. ამის მიუხედავად ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და რაც გაკეთებულია, ისევ იმის კეთება, ეს არის სრული ვანდალიზმი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. მადლობა, ლიამ გელაძეს უსმენდით. კიდევ ერთხელ გეტყვით და ბოლოს უკვე შევაჯამოთ ეს პირდაპირი ეთერი ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, სადაც ცხოველთა მოყვარულებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და მათი პროტესტი ეხება იმ გარემოებას, რომ სახელმწიფომ, კერძოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ბათუმის სხვადასხვა ქუჩებიდან მიუსაფარი ცხოველების აყვანა და სხვა მუნიციპალიტეტში მათი კასტრაცია, სტერილიზაციის პროცესის სამართავად, რასაც ეწინააღმდეგებიან ბათუმში მცხოვრები ცხოველთა მოყვარულები. მათი თქმით, ეს პროცესი არის საკმაოდ არაჰუმანური და საუბარი არის იმაზე, რომ ძაღლების დაჭერა ხდება ძალადობრივი მეთოდებით, გვიან ღამით, რაც მათ სტრესს იწვევს, ასევე ამბობენ იმას, რომ უკვე სტერილიზირებული და კასტრირებული ცხოველების წაყვანაც მიმდინარეობს, რაც არის საფუძველს მოკლებული და მათ უჩენს ეს გარემოება იმას, რომ ადგილი აქვს კორუფციას და საჭირო არის ამას მიექცეს ყურადღება. საუბარი არის ასევე იმაზე, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს მათთან შეთანხმების გარეშე. ანუ საუბარი არის იმ ადამიანებთან შეთანხმების გარეშე, რომლებიც წლების განმავლობაში უანგაროდ მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავენ. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობას, რომლებმაც თავის მხრივ განმარტეს, რომ ეს პროგრამა და ეს ინიციატივა სახელმწიფოს მხრიდან ემსახურება ცხოველებზე ზრუნვას და ეს პროცესი ირწმუნებიან, რომ მიმდინარეობს სტანდარტების დაცვით, საკმაოდ ჰუმანური გზით და ცხოველთა მოყვარულების პრეტენზიები საფუძველს არის მოკლებული. მათ შორის თქვეს ისიც, რომ თითოეული ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არის ცხოველთა მოყვარულებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან, თუმცა როცა დაკონკრეტება ვთხოვეთ, აღინიშნა ის, რომ მხოლოდ საკონსულტაციო ჯგუფი არსებობს ცენტრალიზირებულად დედაქალაქში და ადგილობრივ დონეზე მათთან არავინ თანამშრომლობს. ასეთი იყო ცხოველთა მოყვარულების მოსაზრებები, პოზიციები, რომლებსაც ისმენდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ ცხადია ამ თემას თვალყურს ვადევნებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების აქვთ უფლება იმისა, რომ იცხოვრონ საკმაოდ ცივილურ გარემოში და მათზე არავინ არ ძალადობდეს და ჩვენ ცხადია ყოველთვის მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობისთვის აქტიურად ვახდენთ საზოგადოების ცნობიერებას, რათა ქუჩაში ვიხილოთ რაც შეიძლება მეტი, უფრო რაც შეიძლება ნაკლები ცხოველი.
ჩვენ ცხადია მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის მიმართულებით აქტიურად ვაშუქებთ რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს და ასე გავაგრძელებთ სამომავლოდაც. მადლობა, რომ ენდობით და უყურებთ აჭარა ტაიმს. გემშვიდობებით დროებით.